ჩვენ კვლავ იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ვართ და ქართველთა დიდი ეკვდერის ამბავს გიამბობთ. 1357 წელს ლუდოლფ ზუთჰაიმი ასეთ ჩანაწერს გააკეთებს. ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი. ჩვენ ახლა აღდგომის ტაძრის ამბულატორიუმში გავდივართ. ეს გალერეაც ქართველებისა ყოფილა. მასზე მასალები გრიგოლ ფერაძემ მოიწია. თუმცა დღეს ჩვენ დიდი ეკვდერის ამბავი უნდა გიამბოთ. ადგილისა, სადაც დედოფალმა ელენემ მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვარი იპოვა. ჯვართან ერთად სამსჭვალები, ფეხთფიცარი და დაფა, რომელზეც ეწერა იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. ამბულატორიუმიდან კიბეს ქვემოთ ჩავყავართ. ჩავდივართ ერთ დიდ ეკვდერში. შემდგომ მომდევნო კიბით უფრო მომცრო ეკვდერში ჩავდივართ. ამ ეკვდერების სახელები და შინაარსი დროდადრო მცირედ იცვლებოდა. წმინდა ელენეს სამლოცველო და ჯვრის პოვნის ადგილები. ზოგჯერ უწოდებდნენ ზედა სამლოცველოს ჯვრის პოვნის ადგილს, ხოლო ქვედა სამლოცველოს ცხედრების პოვნის ადგილს. თუმცა საბოლოო ჯამში ორივე სამლოცველო დანამდვილებით ქართველებისა იყო, რომელზეც უამრავი ისტორიული მასალა შეაგროვა გრიგოლ ფერაძემ. ეკვდერთა ქართველების კუთვნილების შესახებ საკმაოდ მრავალი ცნობა არსებობს. 1360 წელს არქიმანდრიტი აგრეთენეოსი ჩაწერს წმინდა საფლავის ეკლესიაში, საფლავში, სადაც სამი ჯვარი აღმოჩნდა, 29 საფეხური ეშვება დაბლა და ძირში დგას ქვის დიდი სვეტი, საიდანაც მუდმივად ცვარი მოშონავს. წმინდა საკურთხეველი აქ იბერიელებს ეკუთვნით. კიდევ 10 საფეხურით დაბლა არის ადგილი, სადაც დედოფალმა ელენემ სამი ცხედარი აღმოაჩინა. აქაც იბერიელთა საკურთხეველია. 1461 წელი ლუი დე როშეშუარი. ქართველებს აქვთ საკუთარი ამბანი. მათ ეკუთვნის საკურთხეველი გოლგოთაზე და ადგილი, სადაც ჯვარი ნახეს. თქვენ ახლა სწორედ ჯვრის პოვნის ადგილს ხედავთ. დღეს ეს ადგილი ბერძნულ საპატრიარქოს ეკუთვნის. 1464 წელი ზებალტ რიტერი უფროსი. წმინდა ჯვარი, გვირგვინი, მახვილი და სამსჭვალი აღმოჩნდა კლდის ნაპრალში. აქ დგას საკურთხეველი, რომელიც ეკუთვნის ქართველებს. მე-15 საუკუნე 1494 წელი ჰაინრიხ ფონ ზედლიცი. ქართველებს, რომელთაც აგრეთვე გეორგიანელებს ეძახიან, ეკუთვნის ადგილი, სადაც ჯვარი აღმოაჩინეს, აგრეთვე გოლგოთის წმინდა მთაც, ისევე როგორც სამლოცველო გოლგოთის მთის ძირში. ამ სამლოცველოს სახელი ეწოდა ღვთისმშობლისა და წმინდა იოანეს მიხედვით. მე-15 საუკუნის ბოლოს 1498 წელს წმინდა მიწაზე ჩადის საქსონიის ჰერცოგი ჰაინრიხ ღვთისმოშიში. იგი აღწერს იერუსალიმს და მის სიწმინდეებს. იგი ასეთ ჩანაწერს გააკეთებს: ქართველებს ასევე იცნობენ როგორც გეორგიანელებს. მათ ეკუთვნით ადგილი, სადაც წმინდა ჯვარი ნახეს. ისტორიული წყაროები მრავლადაა. გრიგოლ ფერაძის მიხედვით
მე-17 საუკუნემდე ეს სამლოცველოები ქართველებს ეკუთვნოდათ. დღეს ახლა ზედა სამლოცველო, რომელსაც ადრე წმინდა ერენეს სამლოცველოს უწოდებდნენ, სომხებისაა. ჯვრის პოვნის ადგილი კი ორად არის გაყოფილი. 1/9 ლათინებს ეკუთვნით, ხოლო ჯვრის პოვნის ადგილი იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს. ქართველების როლი იერუსალიმში უმნიშვნელოვანესი იყო. მათ უკვე მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდათ ამ მიწაზე ცხოვრების. აღშენებლობა ჯერ კიდევ ბაკურ იბერიელის პერიოდიდან დაიწყეს და მრავალი საუკუნის მანძილზე აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს. აღდგომის ტაძარი მათთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა როგორც სიწმინდე და ასევე როგორც მწიგნობრობის კერა. გოლგოთა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო მწიგნობრობის თვალსაზრისით. აღდგომის ტაძარში ქართველებს მრავალი ეგვტერი ეკავათ, რომელთა კვალიც ნელ-ნელა დაიკარგა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ ეს ისტორია და თქვენამდე მოვიტანეთ. ქართული იერუსალიმი. ავტორები: ზურაბ შიოშვილი, გიორგი ჭოლოკავა.